კანჭი დაჭდა 22 ევრო, ბუდუს გაუმარჯვეს და ხვალიდან გამარჯვებას. მადლობა ქათოლიკურ შემოქმედებას. წავედით ბუდუს საქომავად მეგობრებო გერმანიაში. ფრენა მქონდა 5 საათი და 1 საათი და 10 წუთით გადაიწია. ახსოვდეთ მეგობრებო რომ აეროპორტში დათვით არ იმოძრავოთ. გადაღებას არ ვაპირებდი მერტი მიზეზით რომ არ არის ეს ჩემს მიერ დაგეგმილი ასე ვთქვათ მოგზაურობა. მოგეხსენებათ უდო ჟორჟი და სხვა ქართველი ვარსკვლავები, როგორც ამბასადორები არიან, შესაბამისად ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მათი მხარდაჭერა აუცილებელი იყო და მეც მაგიტომ მივდივარ ეხლა ჯერ მიუნხენში, შემდეგ მიუნხენიდან ჰაიდენჰაიმში. მინიმუმ გავამხრევებ ბუდუს, პლუს სოციმედიაში აქტიურად ვიმუშავებ და პლუს დრო რომ მომჩება, აქაც რაღაცებს ჩავსვამ რა. წავედით ბუდუსთან. მიუნხენში ვარ დრონის გადავით მეხდებოდით სასტუმროში მოვედი ხო წვიმას აპირებს სავარაუდო მაგრამ ალბათ დღევანდელ გეგმებს არ შემეცვლით ამ ვიდეოში დღეს ასეც მოვახერხებ არის ისტორიული HP მეტი არაფერი დანარჩენი უკვე ხვალ ჰაიდენჰაიმის ამბები ხო ყავს მანქანა სასტუმროსაც განახებ და სტანდარტულად როგორც ვაკეთებ ხოლმე არაფერი განსაკუთრებული თუ ექნება ცურული არხი გამოიწერეთ და ასე შემდეგ მე მომდევნო ვიდეოს დავდებ ბორთვეში ეხლა ამოვაგდები რაღაცა პატარა თასკები მაგ გასაკეთებელი მაგას გავაკეთებ ცოტა დავისვენებ და მერე წავედით რა წავიდეთ HP-ში და კაი ისტორია უნდა მოგიყვეთ ვინც არ იცის მოკლედ კონკრეტულად ამ რესტორნის შესახებ წავედით მარია პლაცზე სადაც HP-ც არის და ყველაფერი რაც ძირითადად უნდა ვნახოთ. ისიყოვე ადგილი მეგობრებო და სანამ მუსიკებს დაუკრავენ ეხლა და მთელი ამბები აიწევა მანამდე ბუდუს გაუმარჯვეს და ხვალიდან გამარჯვებას მოკლედ HP ეს კონკრეტული დაარსდა 599 წელს. ერთ-ერთმა ერცოგმა დაარსა, როგორც მე ვიცი და ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ მაშინდელი პროდუქცია ესე არ მოსწონდა, შესაბამისად ბუდის ხარშვა და ასე შემდეგ პრობლემური იყო და გააკეთა თავადებისთვის, როგორც არის ერცოგებისთვის და ასე შემდეგ, დიდი ადამიანებისთვის ჩათვალა. დაახლოებით 3 საუკუნის შემდეგ გადაწყდა, რომ მოკრავებისთვისაც დასაშვები ყოფილიყო აქ შემოსვლა. ამიტომ ვარ ეხლა აქ. არის ისტორიული ადგილი, ცნობილი არის თავისი გამორჩეული უდებით, მიუნხენის ერთ-ერთი კულტურული და ისტორიული ნაწილი. ძალიან ცუდად ჩანვა კადრში, მაგრამ თავისი მიზეზი აქვს. უძღვიმად ხალხმრავალი ადგილია. და ეხლა ერთავ ჭამდერთი 20 კაცი არცერთ არ ვიცი. ამიტომ როა შევავიწროვო, მიწევს ასე კადრში შემოვარდნა. მიუნხენში რომ ჩამოხვალ, ჩემი თქვა არ ჭირდებათ აქ მოდით. ფასებით ადეკვატურია, კონკრეტულად ეს კანჭი დაჭდა 22 ევრო და იღებს თუ არ ვწდები 8 ევრო თუ რაღაც. დაგიმარჯვე, როდესაც გაუმარჯვეს კიდევ ერთხელ, ხვალ ძალიან დიდი თამაშია. ვეცარი მაქსიმალურად რაღაცები მეჩვენებინა თქვენთვის, ცოტა უფერფლო სიტუაციაში ვიყავით, რომ 20 კაცი ერთად ჭამდით და რაღაც უცნაურად მიყურებდნენ და ბევრი არც ვილაპარაკე. დანარჩენი უკვე ხვალ მატჩის დღე ბუდუ ჰაიდენჰაიმი ბრძოლა ბუნდესლიგაში და საჩენა და მოკლედ მთელი ამბები. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მოახერხებ თუ არა ბუდუს კიდევ ერთხელ დატოვებას ბუნდესლიგაში და ასე შემდეგ. წავედი ახლა. თექვსმეტი მაისი დილამშვიდობისა მეგობრებო მივდივარ ჰაიდენჰაიმში, სადაც ბუდუს ზივზივაძეს მატჩი აქვს მაინცის წინააღმდეგ.
კი გითხარით გუშინ და რა ვიცი მზად ვარ ყველაფერი მაქვს თვითონ ჰაიდენჰაიმის წარმომადგენლებიც გაფრთხილებულები არიან გუშინ ქონდა კომუნიკაცია მელოდებიან ვუდუც მელოდება შესაბამისად იქნება კომენტარიც და ასე შემდეგ წავედით ახლა საკმაოდ გრძელი გზა გვაქვს 2 საათიანი და წესით უკვე ჰაიდენჰაიმიდან ჩაგერთვებით რა კილომეტრამდე გავიარე, მეგობრებო, გავჩერდი რომ სიგარეტი მოვწიო, რადგან მანქანაში მოწევა არ შეიძლება, როგორც იცით. ჩემს ძველ ლოგებს ვინც უყურა ბუდისტა რო ვიყავით, მიხვდებოდით ახლა სადაც ვართ, ჰაიდენჰაიმის ერთ-ერთ მთავარ ისტორიულ ადგილას. მაჩამდე არის 3 საათი დაახლოებით აქ ამოვედი და რაღაც კონკრეტული ვიდეოები გადავიღო ქალაქზე, გულშემატკივრებს და ასე შემდეგ. ქალაქის ხედი კონკრეტულად ამ ციხიდან და სტადიონზე ვარ უკვე მეგობრებო და ნელ-ნელა გაგიზიარებ მნიშვნელოვან რაღაცებს. გულშემატკივრები ზად არიან დევანდელი შეხვედრისთვის და სწორედ მათ კადრებს ხედავს ახლა ჩემს უკან. სამწუხაროდ წააგო ჰაიდენჰაიმმა პლუს თავისი შეხვედრა მოიგო ვოლსბურგმა და შესაბამისად ბუდუზი ვზივაძე თავის გუნდთან ერთად ბუნდესლიგაში დაკვით და მე ვერაფერი ვერ უშველე. მადლობა ვინც ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. თუ მოგეწონათ არხი გამოიწერეთ, ზარისგულად გააქტიურეთ. რა ვიცი, ვეცდები კიდე რაღაცები დავდო ხოლმე. ბევრი რაღაცა ვერ გადავიღე, იმიტომ რომ რეალურად თვითონაც ვარ ჩამოსული მაგ საქმეს ვაკეთებდი შესაბამისად. თუ ამ ვიდეოში გოლები ვერ მოხვდა და უფრო საინტერესო რაღაცები ბოთის ვიხდი, უბრალოდ გაჩვენეთ რა ხდებოდა ბუნდესლიგის ბოლო ტურში, სადაც რამდენიმე გუნდი გადარჩენისთვის იბრძოდა. მადლობა, დაგიტოვებთ ფეხბურთელებისა და კომაგების ვიდეოებს. მაგარად მაგ. მადლობა ქართულ შემატკივრებს, ძალიან დიდი მთელი სეზონის განმავლობაში ვზნობდი რომ მამხნევებდნენ, გულშემატკივრობდნენ, მოყვარხართ ძალიან და შევხვდებით სანაკრებო პაუზას.
ამასობაში მეგობრებო სრულიად შემთხვევით აღმოჩნდი ბაიერნის საჩემპიონო ზეიმზე. და ამ კადრების არ ჩანს, მაგრამ დანაშაული იქნება ჩემი აზრით. Bayern, dass ich wieder hier sein darf auf dem gemütlichen Balkon. Ich habe schon mit dem Kollegen vom BR, mit Markus Roth, 35. Mal die Meisterschaft errungen.